გამიჭირს. აზრი ვერ გამოვა. სკოლაში დამცინია. იქ ჩემნაირი ბავშვები არ სწავლობენ. იქ უბრალოდ მდიდრები სწავლობენ. დანა მივადე კისერზე. მე თქვი ფული ამოიღო, კარი გავახდე გავიქეცი. აგრესიული გამხადა, მაგრამ ფსიქოტროპულობა აზრი აღარ გქონდა თითქოს ცხოვრებას. დამეხმარე შია რამე ვიყიდო დამეხმარე ოჯახს ეხმარი მე ჩემი ძმა და დედა ჩემი მათხო მამა ჩემი და მეფია ჩემი ბოთლებს აგროვებინდა ისე მშობლებს სგურად არიან დაავადებული თავის თავს ვერ აკონტროლებ თავის ტვინის დაზგალება ერთხელ ბერი გარი აჭკაფა სასმელი და სამადყოფი შუქ უჭირთ სოფელში ვცხოვრობ მეზობლებში თხოვ და მებიაჩევ რომ საჭმელი ეჭავ მაშინ ჩვენ პატარები ვიყო და მამა ჩემო ჩამოგუყვანა ლევანი მათობით ბავშვთაგან ერთ-ერთია რომელიც ქუჩაში ფულს ითხოვს ან წვრილმანი ნივთებით ვაჭრობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას ხელისუფლება წლებია ვერ აგვარებს არადა ასეთი ბავშვები ყველგანაა ქუჩებში მეტროში მიწისქვეშა გადასასვლელებში სახელმწიფოს დათვლილი არ აქვს რამდენი ბავშვია ქუჩაში იუნისეფის ბოლო 2008 წლის მონაცემებით კი ქუჩაში 1500-მდე მოზარდი იმყოფება ბავშვებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, თუმცა პრობლემა წლებია გადაუჭრელი რჩება. როგორ ფიქრობ, რა შეგვიძლია შენთვის გავაკეთოთ? გააქვთ თქვენ დოკუმენტები, ქართული პასპორტი, პირადობის მოწვევები გაქვთ ორივე ეს? ძალიან კარგი. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვისთვის შექმნილი სახელმწიფო სისტემა ასე გამოიყურება. მობილური ჯგუფები, რომელთა ფუნქციაც ბავშვებთან კომუნიკაცია და მათი დღის და ღამის ცენტრებში გადაყვანაა. დღის ცენტრები და ღამის თავშესაფრები, სადაც ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვების საზოგადოებრივი ინტეგრირება ხდება და მესამე ეტაპი, ცენტრებში ინტეგრირებული ბავშვების ოჯახში დაბრუნება, მინდობით აღზრდაში გაშვება, ან მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფარში გადამისამართება. რამდენად ეფექტურად მუშაობს სისტემის თითოეული რგოლი, დავიწყოთ მობილური ჯგუფებიდან. ჩვენ ახლა მივდივართ ქუჩაში ბავშვების მოსაძებნად, რომლებიც ითხოვენ მოწყალებას, ან შეიძლება ვაჭრობდნენ წვრილმანი ნივთებით. წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა ისეთივე ძალადობის ფორმაა, მშობლების მხრიდან, როგორც მოწყალების თხონის იძულება. სულ 4 მობილური ჯგუფია, 3 თბილისსა და რუსთავში და 1 ქუთაისში. მობილური ჯგუფის წევრები ქუჩებში დადიან, ხვდებიან იქ მყოფ ბავშვებს, მშობლებს, ცდილობენ მოიპოვონ მათი ნდობა, მოუწესრიგონ საბუთები, წამოიყვანონ სახელმწიფო ზრუნვაში, ან ჩართონ სხვადასხვა მომსახურებაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა არასაკმარისია. თბილისზე ვარაუდობთ, რომ 1000-მდე არის ესეთი ბავშვი. ანუ გამოდის ის, რომ თითო მობილური ჯგუფი მინიმუმ 300-მდე შემთხვევაზე უნდა მუშაობდეს. რაც არის ენით აუწერელი დატვირთვა, ანუ მე შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ამ დატვირთვის პირობებში შეუძლებელია სახელმწიფოს ამბიცია ქონდეს ხარისხიან და ბავშვის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მობილური ჯგუფები საკმარისია. ერთადერთი რის საჭიროებასაც ხედავენ, ჯგუფების სხვა ქალაქებში დამატებაა. რაც გვაქვს საკმარისია უზრუნველყოფენ ყველაფერს, ანუ რაც საჭიროა. გაფართოება საჭირო ალბათ უფრო ბათუმისკენ, ვინაიდან როგორც ვიცით, ანუ ზაფხულთან ერთად უფრო იქით გადადიან ბავშვები მოწყალების სათხოვნელად. სპეციალისტები პრობლემად თვლიან იმასაც, რომ მობილური ჯგუფები სამუშაო საათებში გადიან ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და კვირაში მხოლოდ 1 ღამე მორიგეობენ. მათი თქმით, 24 საათიანი მორიგეობა აუცილებელია. სოციალური მუშაკები მუდამ იქ უნდა იყვნენ, სადაც ბავშვის უფლება ირღვევა.
სამაგიეროდ ეს პრობლემა არ მიაჩნიათ სოციალური მომსახურების სააგენტოში. არ არის ეს სამსახური ისეთი ხო, მარტო ქუჩის ბავშვები არ არიან, ეს სოციალური მუშაკი მაშინ ყველა სფეროში არის საჭირო და 24 საათიანი, ანუ არ გვაქვს ესეთი სამსახური, რომ 24 საათიანი იმუშაოს. ანუ ამისთვის არის საპატრულო პოლიცია, რომელსაც აქვს ანუ ეს მანდატი და ემსახურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ არასამუშაო საათებში მათ ნაცვლად პატრული რეაგირებს. ჩვენ გადავწყვიტეთ შაბათ დღეს გვენახა, რა გზას გადის მოქალაქე, რომელიც ცდილობს არასამუშაო საათებში შესაბამის სტრუქტურებს ბავშვზე ძალადობის და მათხოვრობის შესახებ შეატყობინოს. ეხლა ჩვენ ვდგავართ პეგეზე და ვხედავთ როგორ ამათხოვრებს გოგო ბავშვს. ჩვენ დავრეკავთ ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზე, რომ მოვიდეს ჯგუფი და გავარკვიოთ რატომ არის ბავშვი არასათანადო პირობებში. დაუკავშირდით საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელხაზს. თქვენ დაელოდეთ. ჰალო, გამარჯობათ. მათასთან მათხოვრობს ბავშვი და შეიძლება მობილური ჯგუფი რო გამოვიძახოთ? დღეს არასამუშაო დღეებია, პატრულს დავუყავში. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციაში დავრეკეთ. ეკიპაჟი 10 წუთში მოვიდა. გოგონა და ბავშვი უკვე ტერიტორიას ტოვებდნენ. გამარჯობათ. დავრეკე, გოგონა იყო პატარა ბავშვთან და დაი მიყავს ბავშვი ახლა აქისკენ და რა ხდებოდა თავადანე? მათხოვრობდნენ. ვინა ვარ რომ ისე რა გიქნა? არაფერი არ მიკითხავს, მე ხო არ კითხავდი. აი იქ არიან. ერთი პოლიციელი გოგოს და ბავშვის მოსაყვანად წავიდა, მეორემ მანქანაში ჩაჯდომა მთხოვა. სიგნები იყვნენ. არ ვიცი, იცი, გოგონა იყო და ბავშვი და ზუსტად მომისმინეთ რამეს, ჯერ კანონი არ არის მათხოვრებასთან დაკავშირებით შემოღებული. კანონი? არ არის ეგეთი რომ მათხოვრებასთან და სიგნები სულ გარეთ ყრიან. ესაც წავიყვანოთ ეგეთი. დედაბუდიანად გარეთ ყრიან. არის როცა მშობელს აყავს ეხლა და მშობელს ან დედა ან ეს არის მეორე ან რაღაცა ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ რა უნდა იმასაც. ვერ დაუმტკიცებ რას იმასაც. მათხოვრებაზე არ არის კანონი, რა უნდა უთხრა. ხო, მაგრამ ეს ლეგალურია, შეიძლება რომ მათხოვრობდეს? აი რა გავაკეთე? მათხოვრობს, მე რა ვიცი, ხო ბავშვის უფლების დარღვევა. ვიცი, მაგრამ მარტო ხო არ იყო ის ბავშვი. და დედა თუ არ ღოს ბავშვის უფლებას? დედამისი იქ იყო, ხო იყო. კი, აი, დიახ, ვიღაც ქალბატონი იყო, დედა იყო თუ ვინ იყო, არ დედა ვიცი. იქნებოდა. სანამ ერთი პატრული ჩემთან არ ყვევდა ეგრეთ წოდებული ციგნების გამო, რატომ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, მეორე პოლიციელმა ბავშვები მოიყვანა. ამბობდნენ, რომ ბოშები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ. ორივე არასრულწლოვანი იყო. 16 წლის, 3 წლის დასთან ერთად მათხოვრობდა. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ვარზე და უკავში და გაიგეთ, ბავშვთა დაცვის რაღაცა არის და ნომერი გამოვართი მაგათი. მე დავრეკე და მაგათ გადმომამისამართეს თქვენთან. ამან დარეკა აქვს ზუსტად და თქვენთან გადმომამისამართეს. თქვენთან გამოვისამართა ბავშვთა დაცვის იმან. დიახ, დღეს არ მუშაობ, ესენი დღეს და პოლიციაში დარეკეთო. თქვენ მუშაობენ რაღაცა. ალე გამარჯობა, საპატრულო პოლიციიდან. ანუ გამოძახება არის ჩვენთან შემოსული, ჩვენთან დარეკა მოქალაქე სექსუალური სალონი. და ბავშვზე ძალადობა არის ესეთი დები არიან, თავისი პატარა დახავთ, დედა ვადმყოფი ყავსო, ოპერაცია გაიკეთაო და მაგის გამო, ანუ მაგათ ფიზიკურად შეუძლებელია მაგათი გაჩერება რა. არ ვიცი, მე ვის უნდა დავუკავშირო პირველი შემთხვევა ჩემთვის ესეთი სიტუაცია. ძალადობა ჯერ ერთი რომ არ არის, იმიტომ რომ დები არიან ისინი. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ რადგანაც დედა ჰყავდათ, მხოლოდ ოქმი უნდა შეედგინათ და ბავშვები გაეშვათ, თუმცა არ გამოუკვლევიათ, რამდენად სიმართლეს ეუბნეოდნენ ბავშვები. თავშესაფარში წახვალთ? ეხლა კარგად მომისმინე. აი აქ არ დაგინახოთ. კიდე გამოხვიდეთ და აი პროსტო რომ დაგინახო, რომ გამოსული ხარ რა. ეხლა გავაკეთებ ოქმს. დარეკილი მაქვს სპეციალურად თქვენი შესაბამის იმაში, რომ თქვენ არ უნდა იმათხოვრო და უფლება არ აქვს რა მათხოვრობის. ამ გაფრთხილების შემდეგ ოქმზე ხელი მოგვაწერინეს, ბავშვები გაუშვეს და შექმნილი სიტუაცია ასე ახსნეს. თუ არ უნდათ ამათ გადაყვანა თავშესაფარში და ასე შემდეგ ფიზიკურად ჩვენ ძალით ვერავის ვერსად ვერ წავიყვანთ.
იმიტომ რომ ესენი არიან ოჯახის წევრები, არიან დები, ხო? ვერ გამოვართმევთ, ვერ წავართმევთ, იმიტომ რომ არ აქვს ჩვენ უფლება წართმევის. თუ არა აქვთ ამათ თავისი ნებაყოფლობით არ წამოვლენ და არ იმასაქმნიან, მაშინ ჩვენ კატეგორიულად უნდა გავაფრთხილოთ ისინი წავიდნენ და ანუ აღარ იმათხოვრონ. არა, ის პატარა იყო და იმან ისედაც რა იცის, უნდა თუ არ უნდა წამოსვლა ის რომელსაც ამას. მომისმინე ის ბავშვი არის რა და იმას გარდა გამოსვლა უხარია დამიჯერე რა. ის დარბის აქ და უხარია, ყველა პატარა ბავშვს უხარია. ესენი იცი როგორ არიან? ბატიბუტებით არიან მოდებული. აი სადაც გინდა ცხვირი შეყო, ყველგან ესენი არიან. ხო, მაგრამ ხა ქართველიც რო ყოფილიყო, ხო ვერ გადაიყო ანდით. ვერა. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ვიდეო იურისტ ანა აბაშიძეს ვაჩვენეთ და პატრულის ქმედების შეფასება ვთხოვეთ. კანონი არსებობს, წლები არსებობს. როდესაც ოჯახის წევრს ან ნებისმიერ მესამე პირს ბავშვი ქუჩაში გაჰყავს სამათხოვროდ, სამუშაოდ, ან ნებისმიერი სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით და ეს არის გამოცხადებული როგორც დანაშაული. და ვის და პოლიციელს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის დანაშაული. როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს პოლიციელი? მაგალითისთვის თუ დაინახავს რომ ბავშვი ქუჩაში ცხოვრობს, მათხოვრობს ან შეუფერებელ დროს იმყოფება ქუჩაში, მას წარმოეშვება ვალდებულება დაადგინოს მისამართი, შესაბამისად ბავშვი გადაიყვანოს მისამართზე, ნახოს აი ვინ ცხოვრობს, რა სიტუაციაში არის, შემთხვევით ოჯახში ძალადობის ხვერპლი ხო არ არის ეს ბავშვი და ოჯახში დატოვება ხო არ არის უფრო დიდი რისკი ამ ბავშვისთვის. სწორედ მშობლების მხრიდან არის უგულებელყოფილი ეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს სისტემური პრობლემაა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავები არ გადაუმზადებიათ, როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სამართალდამცავების კვალიფიკაცია, რომლებსაც ამ პრობლემებთან უწევთ შეხება. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანია გადამზადდეს ამ თემაზე მომუშავე პროფესიონალი კადრები, ასეთი გადამზადების ღონისძიებები არ გატარებულა. ორგანიზაცია World Vision-ი ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფოს მობილური ჯგუფების მომსახურებას აწვდის. მისი წარმომადგენლის თქმით, პოლიციის არაკომპეტენტურობა მობილურ ჯგუფებსაც უქმნის მუშაობაში პრობლემას. როდესაც მობილური ჯგუფის სოციალური მუშაკი მიდის, თქვათ, ბავშვთან, რომელიც ქუჩაში მათხოვრობს და მასთან ერთად არის მშობელი და აფრთხილებს ბავშვთა მშობელს, რომ არ შეიძლება, რომ იგი იდგეს აქ და მათხოვრობდეს, იმიტომ რომ მოწყალების თხოვნა არასრულწლოვნის მიერ არ არის კანონით გამართლებული, ხშირად არის ხოლმე ესეთი პასუხი მობილური ჯგუფისთვის, რომ კი, მაგრამ თქვენ რატომ მეუბნებით ამას, როდესაც საპატრულო პოლიცია აქ არის და თუ მე კანონს ვარღვევ, რატომ არ მეუბნება ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია. არადა 3 თვის წინ მიღებული მთავრობის დადგენილებით პოლიციას ქუჩაში მყოფი მიუსაფარი ბავშვების პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი აკისრია. დადგენილების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს მიუსაფარი ბავშვების აღმოჩენა, მათი საკითხების შესწავლა და მათ დასახმარებლად ერთობლივი მოქმედება დაევალათ. ამ დადგენილების თანახმად თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეედგინა სამოქმედო გეგმა, როგორ მოიქცეს ბავშვთა ძალადობის აღმოჩენის შემთხვევაში. ჩვენ სამინისტროს გავუგზავნეთ წერილი, თუ შეიმუშავეს მსგავსი გეგმა. მათ პასუხი არ გაგვცეს და ინტერვიუზეც უარი გვითხრეს. სამართალდამცავების არასათანადო რეაგირება ციფრებშიც აისახება. არასრულწლოვანის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა სისხლის სამართლის დანაშაულია და რამდენიმე სახის ქმედებას მოიცავს. თუმცა 2014 წლიდან დღემდე ამ მუხლით სულ 5 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. კანონმდებლობით ბავშვის არასათანადო იძულებითი შრომაც დაუშვებელია, თუმცა სხვა შემთხვევების მსგავსად ასეთი ერთეული ფაქტებია აღმოჩენილი. თორნიკეც შრომობს. ადრე სანთლებს ყიდდა და შეგროვებული ფულის ნაწილი დეიდასთან მიჰქონდა. დღეს ჯარც აგროვებს. მე იმათთან მუშაობ. მაგათთან ვიყავ, ახლა მეგობრები ვარ, კარგად ვარ მაგათთან. ხაჭაპურს მყიდიან, კოკაკოლას მყიდიან, მუშაობ. სანამ ჯართი როცა არ არის, 10 ლას მაძლევენ. როცა იქნება ჯარც, 20-25-ს მომცემენ. და იმის მანქანის ჯათებში მუშაობენ. და ჩვენც მუშაობთ ჯარშებში ახლა. ის იბარებს ჯათებს ყიდის და ფულს იღებს. არის შემთხვევები, როცა ბავშვები ქუჩიდან თავის დაღწევასაც ახერხებენ. გიორგი ამ ბავშვებიდან ერთ-ერთია და უკვე 2 წელია სახელმწიფო თავშესაფარში ცხოვრობს.
ამბობს, რომ ბავშვების ნაწილი ქუჩაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც მოიხმარს, რითაც ზოგჯერ ავადდებიან და იღუპებიან კიდეც. თავიდან სიცივის გულიზე არც გშივდება მე და არც არაფერი. მაგრამ მე უკვე შეჩვევა იცის, ანუ ამოფ кайფობ და რაღაც. ამ დროს კიდე თავს ვიმრუებ და იტყვევ თავს რა. შენც გქონდა პრობლემები ამ ფსიქოტროპულების გამო? დიახ. აგრესიული გამხადა მაგ ფსიქოტროპულებმა. აზრი აღარ ქონდა თითქოს ცხოვრებას ეგეთი ისინი ქონდა. რაც არ არის 15 წლისთვის ნორმალური, ხო? ხო. ეს რა ტაბლეტებია სადნახულობით ამ ტაბლეტებს? ფსიქოტროპულები. და ეს აკრძალულია ამ გაყიდვა თუ როგორ? ხო, არის აკრძალულად, მაგრამ ყიდულობდით მათ. ეხლა ვინც არიან ისინიც აკეთებენ ქუჩაში, ანუ ისინიც ისევ გრძელდება ესა? ხო, გრძელდება, მაგრამ ეგრე არ დასრულდება ერეადველად. თუ არ გამოსწორდებიან. მინდა რომ ესეთი ცენტრები გაიხსნას მეტი, იმიტომ რომ ბავშვები არიან გარეთ. კიდე რომ ბევრი შველა სიტყვის რა ვიცი და ბევრი ის უნდა რა შველა უნდა. კი ვერ ხვდებიან ამას და იმ გარემოს მოაცილონ და იმ პირიქით დაანახონ რა არის კარგი და რა არის ცუდი. განსხვავებულ ადამიანებზე ვილაპარაკეთ, როგორც აქ ხატია. დღის ცენტრები და ღამის თავშესაფრები ქუჩაში ცხოვრების ალტერნატივაა. დღის ცენტრებში ბავშვები დღის განმავლობაში რჩებიან. ბავშვების ნაწილი ღამის თავშესაფარშია ჩარიცხული და ღამესაც იქ ატარებენ. გარდა კვებისა უტარდება ტრეინინგები, ყავთ ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი. მსგავსი დღის ცენტრებია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სულ 6 ცალი, ხოლო 4 ღამის თავშესაფარი მხოლოდ თბილისსა და რუსთავშია. რამდენად საკმარისია ცენტრები და თავშესაფრები? ვორდვიჟენი რამდენიმე დღის ცენტრსა და ღამის თავშესაფარს მართავს. მისი წარმომადგენლის თქმით, დღის ცენტრებისა და ღამის თავშესაფრების საკმარისობაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ მობილური ჯგუფების რაოდენობა არ გაიზრდება. ჯერ ჩვენ უნდა ვნახოთ მობილური ჯგუფების რაოდენობის ზრდას, თუ მოყვება იდენტიფიცირებული кейსების ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ იდენტიფიცირებულების გარდა კიდევ არის მეტი რაოდენობის ბავშვი, რომლებიც უნდა მოვიცვათ, მაგრამ დღესდღეობით ვერ მოვიცავთ. საბოლოოდ კი ბავშვები, რომლებიც მზად არიან, შეიძლება გადაიყვანონ მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დააბრუნონ ოჯახში. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ეტაპზე მხოლოდ 51 ბავშვი გადავიდა. ზოგადად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სერვისებში ჩართული ბავშვების რაოდენობა არსებულთან შედარებით ცოტაა. UNICEF-ის მიხედვით ქუჩაში 1500-მდე ბავშვია. აქედან სახელმწიფოს 9.7-მდე ბავშვი ყავს იდენტიფიცირებული, ხოლო 2016 წელს 217-მა ბავშვმა ისარგებლა სახელმწიფოს მომსახურებით. პროგრამის დაწყებიდან დღემდე რამდენ ბავშვს მოემსახურნენ, დაჯამებული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. უმრავლესობა სახლი აქვს, მშობელი ყავს, ხო? ანუ ცხოვრობენ იქ, მაგრამ ვისაც არ უნდა რომ იცხოვროს იმ სახლში, მშობელთან არ უნდა ცხოვრება და უნდა რომ იყოს ჩვენთან, ანუ არიან ჩვენთან. ძალიან მარტივი მიდგომა, სახელმწიფო არ არგოს რა ჭირდება ბავშვს, არამედ ეუბნება რომ აქვს ეს სერვისი. გინდა გამოიყენე, გინდა არ გამოიყენე. თუ არ გამოიყენებ, ისევ ბავშვს დავაბრალებთ. რაღაცად გამოდის რომ ყველაფერს ბავშვებს ვაბრალებთ. ბავშვს არ უნდოდა თურმე ქუჩაში მათხოვრება, თურმე ბავშვი არ გაყვა სერვისში. ბავშვი არ დარჩა დღის ცენტრში. ანუ რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ვერ ვთავაზობთ, ვაბრალებთ ბავშვს. სახელმწიფო ნაწილობრივ ფარავს იმ მცირე რაოდენობის ბავშვების ხარჯსაც, რომელიც ცენტრებში და თავშესაფრებში აღწევს. სახელმწიფო დაფინანსებით ნაზღაურდება გარკვეული, ანუ დაახლოებით ხარჯების 50%, რომელშიც ვთქვათ შედის კვება, ჰიგიენა და ასე შემდეგ, ხელფასების 50%. თუ შენ გინდა რომ იქ არაფორმალური განათლების ელემენტები აწარმოო, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ ხარჯიანია ეს მომსახურება და ამ შემთხვევაში პროვაიდერი ორგანიზაცია ხარჯავს. ქუჩაში მყოფი ბავშვები, რომლებთან მისვლასაც სახელმწიფო აგვიანებს ან საერთოდ ვერ პოულობს, ბევრი პრობლემის წინაშე რჩებიან. მაგალითად, თორნიკეს სხვა ათობით ბავშვის მსგავსად ჯერ კიდევ არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ან ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა უკვე აქვს კრიმინალის გამოცდილება.
დამიჭერეს მანამდე ქურდობაზე დანა მივადე კისერზე და მე თქვი ფული ამოიღო კარი გავახდე გავიქეცი ეგრევე დამიჭირეს და წამიყანეს ვარკეთში რამდენი ხანი იყავით ციხეში 6 თვე რამდენი ხანია რაც გამოხმობთ 9 დღე არის პრობლემად რჩება ამ ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობაც. წელს საგანმანათლებლო პროცესში მხოლოდ 16 ბავშვი ჩაერთო. წერა კითხვა მიჭირს. გადამბას ვერ ვიმახსოვ. რას ვერ იმახსოვრე? აი აზრი ვერ გავა. მაგრამ ჩვეულებრივ სკოლაში დამცინია. რომ მივიდე. დაიცი. ფორმის უხარ. არა, მაგრამ იქ ჩემნაირი ბავშვები არ სწავლობ. აბა? იქ უბრალოდ დიდრები სწავლობ. ეს არის ბავშვები, რომლებიც რაღაცნაირად ვერც ერთმა დაცვის სისტემამ ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ვერ დაიცვა, ხო? ოჯახმა ვერ დაიცვა, მეზობელმა ვერ დაიცვა, ახლობელმა ვერ დაიცვა, თემმა ვერ დაიცვა. სოციალური დაცვის სისტემამ კარგად ვერ დაინახა, განათლების სისტემას გაუძვრა. ეკონომიკური განვითარების სისტემაში ვერ მოხდა ისეთი ოჯახის ინტეგრაცია, რომელიც ბავშვის საჭიროებებს ოჯახში დააკმაყოფილებდა. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ როცა 18 წელი შეუსრულდებათ თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში, მყოფ ახალგაზრდებზე სახელმწიფო ზრუნვას წყვეტს. მაგალითად, გიორგი 18 წლის 2 წელიწადში გახდება. ამბობს, რომ ადამიანები აინტერესებს და ფსიქოლოგი უნდა გამოვიდეს. მაგას დამოუკიდებლად ვერ შეძლებ, იმიტომ ეს რა ქვია, ფულის და ეს დაგჭირდება და ისინი რესურსი არ მეკრება მე. და ანუ აქეთ რომ წახო თქვა იცი საცხოვრებად, სად შეიძლება წახვიდე? ანუ საცხოვრებელი გააქვს? რა ვიცი, ვიქირავ. მაგრამ იქირავ ხო ფული გჭირდება? ხო და რა ვიცი ვიზამ რამეს. ჩემი ერთ გაიქრემოდა ბინის ამბავზე დავუშვათ თუ ბინას ანუ მისცემდნენ ბავშვებს ანუ რამე ეგეთი კუთხით. 18 წლის შემდეგ ანუ თუ ვისაც ოჯახი აქვს ბრუნდება ოჯახში არის გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული რამდენიმე კომპანიასთან ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ასაქმებს და ბინით უზრუნველყოფს ანუ ბავშვებს. რამდენად ხშირად არის ესეთი შემთხვევები? ну, რაღაც ბოლო რამდენიმე წელში ახლა ორი შემთხვევა ქონდა, როცა ბავშვმა მოისურვეს და გადავიდა. ხომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იმუშაოს, გულისხმობ უფრო მეტი რესურსი უნდა ჩადოს? კი ბატონო, ანუ საჭიროება არის. ყველა მობილურ ჯგუფში ერთი წევრი არის ადამიანი, რომელსაც ქუჩაში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მათგანი ნიკაა, რომელიც დღეს ქუჩიდან სხვა ბავშვების დახსნას ცდილობს. ძალიან მიხარია ის, რომ მაქვს იმის საშუალება დავეხმარო სხვა ბავშვებს, რომლის დღეში წოდესღაც ვიყავი მე. ცხოვრობდი სტაბილურად ოჯახში. დავდიოდი სკოლაში. 12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომიწია ქუჩაში გასვლა. მაგის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ოჯახი აღმოჩნდა კრიზისულ მდგომარეობაში. ძალიან ძნელია ქუჩას გადაეჩვიო. მე პირადად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დაუძლიე და მოახერხე. მე მაგალითად დღეში ვშოულობ 40 ლარს. ვიღაცამ თავაზობს დღის ცენტრის მომსახურებას, რომ შენ გაიჭმევენი. იბანავებ თანხმობას მოგცემ. მე ის ცენტრი არ შემიცვლის იმ 40 ლარს. რამდენსაც შოულობ. მეტი გამოსავალი არ არის. ყოველ დღეს სიცივეში გიძევს ყოფილი. ზოგს ეს ცხოვრება ცუს. რო გეთები რატო არის? ეგე მეც მითქვი. რო გეთი ბედისერა რატო შევ? სხვა ბავშვობა ქონა. მე ბავშვობა არ მინახავ. ამ ქუჩამ ყველაფერი დამავიწყდა. მეტი წილი სიძულვილი ამ იმაში ქუჩაში და ცხოვრება გძუნს რა